კორუფციის სავარაუდო ეჭვები ოცნების მთავრობაში ის რაც ირაკლი ღარიბაშვილის სისხლის სამართლის საფუძველი გახდა ერთ-ერთი ჩინოვნიკის დეკლარაციაში ფიქსირდება. გამოცემა ბათუმელებმა ოცნების წარმომადგენლების ფინანსური დეკლარაციები შეისწავლა. ფაქტების სერიოზულ კითხვებს აჩენს კორუფციასთან დაკავშირებით. ყურადღება მიიქცია ოცნების მთავრობიდან გელა გელაძემ, ასევე პროკურორებმა, მოსამართლეებმა და სამინისტროების ჩინოვნიკებმა. უფრო მეტი ამ თემაზე თამარ დემეტრაშვილმა იცის, ის ახლა ფორმულას ეთერს უერთდება. თამარ, გისმენთ. ოჯახის წევრისგან მიღებული ფულადი საჩუქრები ირაკლი ღარიბაშვილისთვის, რომ შემოსავლების და მისი ოჯახის მიერ გაწეული ხარჯების დაბალანსების ხერხი აღმოჩნდა, ეს მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმით დადასტურდა. სწორედ ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილი შეუსაბამობები გახდა ყოფილი პრემიერის სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი. როგორც ირკვევა, ფულადი საჩუქარი არაერთი ჩინოსნისა თუ საშუალო რგოლის ჩინოვნიკის დეკლარაციაში ფიგურირებს. გამოცემა ბათუმელებმა შეისწავლა ჩინოვნიკების ახალი დეკლარაციები და აღმოაჩინა, რომ მაგალითად შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლისთვის მშობლებს 2024 წელს $150,000 უჩუქებიათ, რითიც მან ყაზბეგის გამზირზე მშენებარე სასტუმროს ნომერი შეიძინა. $95,000 ფულადი საჩუქარი მიიღო დედისგან, დეპუტატ ალიკო ტაბატაძის მეუღლემ. თავად დეპუტატს კი მისმა დედამ $350,000 ღირებულების არასაცხოვრებელი ფართი გადაუფორმა საჩუქრად. თბილისის წინამოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძეს $60,000 მისცა მამამისმა საჩუქრად და როგორც წინა წლის დეკლარაციიდან ჩანს, იგივე მოხდა 2023 წელსაც. მოსამართლე გიორგი მიქაუტაძისთვის დედის მიერ ნაჩუქარი $100,000 ერთხელ უკვე იქცა ჟურნალისტური გამოძიების სამიზნედ. როგორც ირკვევა, მიქაუტაძის დედამ 2024 წელსაც $50,000 აჩუქა. $800,000 ერთხელ და $70,000 მეორედ მამისგან აქვს საჩუქრად მიღებული პროკურორ გიორგი შამათავას. ამას ემატება $142,000 ოდენობის საჩუქარი დისგან. განათლების სამინისტროს მართვისა და ანალიზის სამმართველოს უფროს გიორგი კუჭუხიძეს $500,000 ასევე მამამ აჩუქა. თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიზის სამმართველოს უფროს კახაბერ ესებუას კი დედამ $247,000 აჩუქა. შემოსავლის წყაროდ ამ შემთხვევაში დეკლარაციაში გაყიდული ბინაა მითითებული. კორუფციის მკვლევარები აცხადებენ, რომ საჩუქრების თემა დეკლარაციებში არის შავი ხვრელი, რაც პოტენციური კორუფციის შენიღების საშუალება შეიძლება გახდეს. თანამდებობის პირთა დეკლარაციაში მითითებული საჩუქრები რეალურად ეს არის ბალანსის გასწორება ციფრობრივად, იმიტომ რომ ამ ადამიანებს უკანონო შემოსავლები აქვს და როდესაც უკანონო შემოსავლებს ხარჯავენ, შეიძენენ გარკვეულ ქონებას, უძრავს თუ მოძრავს, შესაბამისად ამას ჭირდება რაღაც გარკვეული დასაბუთება. აქედან გამომდინარე მოიგონეს, რომ რაღაცა მამამ აჩუქა, დედამ აჩუქა, შვილმა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ აი ამ დეკლარაციებს უნდა ამოწმდეს რაჟნი კუპრაშვილი, მაგრამ რაჟნი კუპრაშვილს არ აქვს სასუქად პოლიტიკური ნება და არც არ მისცემს იმის უფლებას, რომ მისი ნებით და კანონიერად გადაამოწმოს დეკლარაციები. მოწმდება მხოლოდ ის დეკლარაცია და იმ ჩინოვნიკის, რომელიც მათ პოლიტიკურ დისტრიქტში არის მოხვედრილი. საჩუქრების თემა არის პრობლემური, ეს მიანიშნებს ასევე იმ ელიტური კორუფციის მასშტაბზეც, რაც ახლა ბოლოს ქართულმა ოცნებამ უკვე უწევს ამის აღიარება და თავად იწყებენ ამ გამოძიებებს ყოფილ გუნდის წევრებზე. რაც ასევე ვერ შეფასდება როგორც რაღაც კორუფციასთან ბრძოლა, არამედ ეს არის შიდა პოლიტიკური დაპირისპირების შედეგი, ხო? თუმცა ამ პროცესში ჩვენ ვხედავთ თუ რაოდენ მართლა მასშტაბური იყო და არის ელიტური კორუფცია, ხო? ისინი თავად საუბრობენ უკვე ამაზე და ეს საჩუქრების ერთგვარი შავი ხვრელი კანონში აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ჩვენ ამაზე წლებია ვსაუბრობდით. პირთა ქონებრივი დეკლარაციების კონტროლი და საეჭვო გარემოებების გამორენა წესით რაჟდენ კუპრაშვილის უწყების საქმეა, თუმცა მისი პრიორიტეტი ახლა არასამთავრობო ორგანიზაციების დევნა და კონტროლია. მედია რომ ღარიბაშვილის დეკლარაციებზე წერდა მაგალითად, მაშინ კუპრაშვილის უწყებას რეაგირება არ მოუხდენია, ახლა კი როცა ოცნებას დასჭირდა ყოფილ პრემიერს ბრალს წაუყენეს.